გამარჯობათ. ერთი ამერიკანო თუ შეიძლება. Adnowa vedmierze wysoko. Nowa zono. Hey! გამარჯობათ მეგობრებო, თქვენი იყოფებით არსე ზუმაზრაივი, მე ლევანი ვარ, მოგესალმებით ჩვენთვის ნაცნობი ადგილიდან, ჩემი ზესტაფონიდან, ჩემი იმერეთიდან. როგორც ხედავთ, დღეს განსაკუთრებული დღეა პირადად ჩემთვის და გვყავს სტუმარი BMW E39. მოდი აქიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ მე ამანქანას მოიხსენიებ როგორც BMW და როგორც BMW-შნიკები ეძახიან, BMW-ს დაუძახეთ ამ ავტომობილს და თქვენც ასე აღიქვით. როგორც გითხარით, განსაკუთრებული დღეა პირადად ჩემთვის და არ მინდა რამე გამომჩეს, იმიტომ რომ როგორც მე BMW-ს მოყვარული და აი BMW-შნიკი და რავი, ეს მანქანა ისე მიყვარს, ყველაფერი არის ჩემთვის. აი E34 ხო იყო, ცალკე ისტორია აქვს მაგ მანქანას და ცალკე ლეგენდა არის ეგ მანქანა, მაგრამ როგორც ჩემთვის, აი რიგითი BMW-ს მოყვარულისთვის, ეს მანქანა E39 მაგის მერე არის ლიჩნად ჩემთვის ყველაზე მაგარი ავტომობილი. ყველა მანქანას მირჩევნია და რავი, ყველაზე მანქანაზე წინ დავაყენებ ამ მანქანას რა. კონკრეტულად ეს ავტომობილი არის 96-იანი და რაც არ უნდა წელი გავიდეს და რამდენიც არ უნდა გავიდეს, აი ეს მანქანა იქნება ჩემთვის ყველაზე მაგარი მანქანა. სანამ უშუალოდ ავტომობილის მიმოხილვაზე გადავალთ, ეს ავტომობილი არის ჩემი ძმაკაცის გაბრიელის მანქანა და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო მას, რომ ეს ავტომობილი გვათხოვა და გვაქვს შესაძლებლობა რომ გადავიღოთ. სანამ უშუალოდ აი მანქანის გარე ვიზუალზე და ზოგადად მანქანაზე გადავალთ, 1-2 სიტყვით მინდა ისტორია რა თქმა უნდა გითხრათ ამ მანქანის. აი როდესაც პირველი BMW E39 შემოვიდა საქართველოში, გადმოკვეთა აი საქართველოს საზღვარი და როგორც იქნა მოაღწია ჩვენამდე, აი მაქედან იწყება ამ მანქანისადმი სიყვარული რა. ყველასთვის საყვარელი მანქანა არის, მოდი მე ასე ვიტყოდი და რა ვიცი რა, როგორ არ შეიძლება ეს მანქანა მოგწონდეს და აი რო შეხედავ, როგორ არ უნდა შეგიყვარდეს, აი ერთი ნახვით შეყვარება ზუსტად ამ მანქანაზე შემიძლია გითხრათ რა, რო შეხედავ, აი ეგრევე შეგიყვარდება ეს ავტომობილი. როგორც გითხარით, როცა ეს მანქანა შემოვიდა ჩვენთან, აი 2000-იან წლებს გულისხმობ რა. თუ ეს ავტომობილი ყავდა, მაშინ აი ძალიან მაგარი ტიპი იყავი რა, პოპულარული იყავი და სადაც არ უნდა გაგევლო, აი ყველა შენ გაყოლებდა თვალს ამ მანქანაზე, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ულამაზესი მანქანა არის და თუ ამის იმენა M5 ყავდა, რასაც ქვია, აი ტიპი იყავი განგსტერი რა, არავის არ უნდოდა შენთან დაჯახება, იმიტომ რომ იცოდა იქვე რომ აი დარხეული ქონდა, იმიტომ რომ M5 იყო და ვერც ერთი 4 ცილინდრიანი და ვერც ერთი 6 ცილინდრიანიც კი მოდი მე ასე ვიტყოდი რომ მაგ მანქანასთან არ ქონდა რა შანსები ქარხნულათვე მაგ ავტომობილს ქონდა ძალიან მაგარი ცხენიზალები იმ დროში ვიძახი და ძალიან მაგარი აჩქარება. აქვე გეტყვით კიდე იმასაც რომ აი ხო ყველგან გექნებათ აი გაგონილი რა. BMW თუ Mercedes, აი ყველა ქუჩის კუთხეში, ახალგაზრდებში, რავი, ავტომოყვარულებში, აი ყველგან წააწყდებოდით ამ შეკითხვას, აი BMW თუ Mercedes
მოდის აი ეს კითხვა, რავი, რაც დავიმახსოვს და რაც ავტომობილი გავიგე რა არის, მოდის აი მაგ კითხვა სულ. იქ ნახავდი უბანში ბირჟაზე იასნა BMW-ს აი ეს წითელი ენჯელებით, აი ჩასისხლიანებული თვალებით და BMW-შნი კი უეჭველი, რომელიც მისი მანქანა იყო, აი ესე უეჭველი იჯდა კაპოტზე სიმონ და ამ დისკუსიას აკვირდებოდა აი ესე რა და მიდიოდა იქ ეხა ბაზარი, კაროჩე BMW თუ Mercedes-ი, BMW თუ Mercedes და იყო ხიპიში სიმონ და ახსენებდი, წამოდგებოდა ტიპი და იასნას მოო BMW, რა შეხედე, რა ფარები აქვს, რა ვიზუალი აქვს, რა ცხვირი აქვს და იქვე Mercedes-ის ფლობელი და გამოდი, აბა ბიჭო, გვერდზე დავილაპარაკოთ, სიმონ, ახსენი, რატო BMW და ტოქში მიდიოდა სერიოზული ჯახი და საქმე შეიძლება იქამდეც მისულიყო, რომ აი ხელიც აწეულიყო. ნუ ეს ეხა რა თქმა უნდა ხუმრობით, მაგრამ აი მე პირადად ჩემ აზრს გაგიზიარებთ ამ ავტომობილის მიმართ, აი ხო უამრავი E39-ის ტესტ-დრაივია გაკეთებული საქართველოში. ყველა ადამიანს თავისი შეხედულებები გააჩნია ავტომობილის მიმართ. აი ზოგთან როგორ ასოცირდება მანქანა, ზოგთან როგორ, აი მაგალითად ჯიპი ვინმესთან, აი ძალასთან ასოცირდება და რაღაც ყველგან გამოავლობასთან ასოცირდება და გეტყვით უბრალოდ აი ეს BMW, კონკრეტულად ეს მანქანა რასთან ასოცირდება ჩემთან. აი E39 და აი ზოგადად BMW შემიძლია შევადარო, აი საყვარელს შემიძლია, მოდი ესე გეტყვით, რომ შევადარო რა და რას გულისხმობ ეხა ამაში. სულ გინდა რომ აი ხოდზე ყავდეს რა ეს მანქანა. მოდი ცოტა ჟარგონულ სიტყვასაც გამოვიყენებ რა, ეხა ამაზე არ დამიწყოთ ისა რა ქვია. სულ გინდა რომ აი სულ ხოდზე ყავდეს რა ეს მანქანა და სულ გინდა რომ ყველაზე მაგარ ვიდზე ყავდეს, ყველაზე მაგარ ვიზუალზე ყავდეს, იმიტომ რომ სადმე გააჩერებ იქ ან მაღაზიაში შეხვალ, ან დრაივზე შეხვალ, ან მარკეტში შეხვალ და აი ყველა გაკვირდება რა, სიმონ, რა მაგარი მანქანაა, კაროჩე, რა მაგარ ვიზუალზე ყავს, რა მაგარ ვიდზე ყავს, რა მაგარი დისკები აქვს და შენც იასნაც ქსიამოვნებს, გასწორებულში ხარ მაგარი და აი ქსიამოვნებს რა, რომ ესე დადებით კომენტარებს გეუბნებიან და შენც იქვე დუხსე ხარ რა, გინდა რომ სულ იმენა, სულ მაგარ ვიზუალზე ყავდეს ეს მანქანა და აი მზად ხარ ყველაფრისთვის რა, მოდი მე ასე ვიტყვი, აი რაც არ უნდა გიქნას, რაც არ უნდა გაწყენიოს, რაც არ უნდა რავი, ბოლო რო ადგეს და აქეთ გიხმაროს რა, ამაზეც არ ხარ ისა რა ქვია წინააღმდეგი, იმიტომ რომ იცი რომ ძალიან მაგარი მანქანა ყავს და აი შეყვარებული ხარ ამ მანქანაზე რა. მზად ხარ რომ მისთვის ყველაფერი გააკეთო, კაროჩე, ფული გამოგელევა, პრობლემა არ არის, სიმონ, წახვალ იქ რაღაც უცებ ბანკში თემას მოხოდავ, სეს გააკეთებ, გამოხვალ და ისევე შენ მანქანას გაალამაზებ, BMW-ს გაალამაზებ და ამითაც შენ ბედნიერი ხარ, კაროჩე და ფეხებზე კიდია რა ის 20 თეთრიანი და 10 ლიტრიანი წყალი ესე ხარ, რა თქმა უნდა, ამას BMW-შნიკები გაიგებენ, რასაც ვამბობ. არ გაინტერესებს არაფერი, მთავარი ერთი შენთვის ყველაზე მთავარი არის ეს ავტომობილი ყავდეს სულ ხოდზე და სულ ვეჩნად აი მაგარ ვიზუალზე, ყველაზე მაგარ ვიზუალზე, იმიტომ რომ იქ რო გააჩერებ შეიძლება გვერდით Mercedes-ი გიდგეს და ადამიანი რო გაივლის იმას არ გახედოს და აი BMW-ს გახედოს, იმიტომ რომ ყავს უმაგრეს ვიზუალზე. აი ეს ასოცირდება ზუსტად BMW ჩემთან და თუ შენ ხარ BMW-შნიკი, მოდი მე ასე ვიტყოდი რომ BMW-ს ყავს სამი კატეგორია რა. არის უბრალოდ მოყვარული, რომელსაც უყვარს BMW, არის უბრალოდ BMW-შნიკი, აი რომელიც იმენა გაზაობს, რაღაცა გაზაობის თემისთვის ყავს და რაღაცა და იქ ძრავში გაჩარხვები რაღაცა, აქეთ იქეთ შემშვები, გამშვები, ხუაზე ხარ და მესამე კატეგორია არის იმენა იაღოველი, იმენა კაროჩე ამ მანქანის მიმართ რო აღარაფერი აინტერესებს რა, ეს არის მარტო მისთვის ყველაზე მთავარი. არანაირი სხვა მეტი არაფერი ამისთვის ცხოვრობს და ამისთვის არის და ეს არის მისთვის ყველაზე მთავარი. მაგრამ მეც რავი ამ კატეგორიაში გავდივარ თითქმის იმიტომ რომ ამ მანქანის მიმართ ეხა ყველანაირ მაღალ დონეზე დგას ეს ავტომობილი სხვა მანქანასთან შედარებით რა, ძალიან მაგრად მიყვარს და აუცილებლად მოვა ის დრო, მოდი მე ასე ვიტყვი რომ მე და E39 ისევ ერთად ვიქნებით და ისევ ერთად ვივლით და ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს და იქნება ეგ დროც რა თქმა უნდა. რავი, მოდი ახლა ისტორიას ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ. გადავიდეთ ახლა ამ მანქანის ვიზუალურ შეფასებაზე. აი დამეთანხმებით, რავი, რა შეიძლება ახლა პირველი რო შეხედავ ამ მანქანას, არის აი ეს გამოხედვა, აი ეს წამწამები, აი ეს თვალები, აი ეს წარბები, რავი, ვინაც ეს მანქანას შექმნა და ჩვენ BMW-შნიკებს და BMW-ს მოყვარულებს გვაჩუქა ამ E39-ის სახით, ის ყოფილა ადამიანი, იმას ქონია გემოვნება და იმას ცოდნია მანქანის სიყვარული. აი პროსტა შეხედეთ როგორ ვიდზე ყავს, აი მოყვანილი, როგორი ყველაფერი იდეალურად აქვს გაკეთებული.
აი როგორც გითხარით პირველი რო უყურებ ამ მანქანას არის მისი გამოხედვა რა ეს არის BMW და სხვათა შორის ახალი BMW რო ვნახე რავი დრაივზე გავჩერდი სადღაც და მე მგონი ჯიპი იყო XM იყო ზუსტად აღარ მახსოვს აი ესე ქონდა ძმაო ეს თვალები გაწვრილებული რავი უცებ ჩინელი მეგონა სიმონ აი ეს არის ნამდვილი BMW პირველი BMW აი ამ აგრესიამ შეგვაყვარა ჩვენ BMW და ამ გამოხედვამ და აი ამ დგომამ შეგვაყვარა ეს მანქანა რა მოდი აქვე გეტყვით იმასაც რომ ამაზე აყენია წინ ემის ბამპერი აყენია თავისი დამატებით ტუჩით რაც ულამაზეს ვიზუალს აძლევს აი ძალიან მაგარ ვიძე დგას ეს ავტომობილი და საღოლ მფლობელს რომ აი ესეთ მდგომარეობაში ყავს ეს მანქანა როგორც გითხარით 96-იანი არის აი რამდენი ხნის გამოდის პროსტა ნახეთ და როგორ მდგომარეობაში ყავს და როგორი მოვლილი ყავს ასევე ფარები აყენია ლინზიანი ფარები ძალიან მაგარი ფარები არის ეს და რავი წინ ეხა დანარჩენი ყველაფერი გემოვნების საკითხი არის როგორც გითხარით მე პირადად ძალიან მომწონს და რავი ეს არის BMW აი ეს ხვირი ეს არის BMW-ს სხვა ამას ვერავინ ვერ გაიმეორებს აი ეს გამოხედვა აქ მხოლოდ BMW-ს გადავიდეთ ეხა გვერდითა ვიზუალზეც გვერდიდანაც მინდა განახოთ ეს ავტომობილი აი პირველი რო უყურებთ ეხა ამ მანქანას მიგვხვდება დისკები, აი ეს შნიცერები რა, ძალიან მაგრად აკუტება, აი პროსტა დგომა აქვს სასწაული და გზაზე რომ მიდის ეს მანქანა ხო ვაფშე აი დაგდებულია და ძალიან მაგრად აკუტება ეს შნიცერის დისკები. 19-იანი დისკები არის, უზარმაზარი დისკები არის, მით უმეტეს დაყენებული აქვს სპეისერები გამოწეულია ეს აი როგორც ხედავთ, ნახეთ კრილოს გარეთ ამხელათია გამოწეული 2 მმ-იანები აყენია წინ და უკან აყენია 3 მმ-იანები და ძალიან მაგრად არის გამოწეული რა და იდეალურად უხდება და აკუდება სრული ამ სიტუაციის მნიშვნელობით. ასევე მინები ჩამოქებულია და ესეც ხო ვაფშე ძალიან უხდება. რაც შეეხება სარკეს, თავისი სარკე აყენია, ქარხნული სარკე არ არის ეს არც ემის, არც რესტაილინგის, არის ქარხნული. ბარემ სალონსაც განახებთ, აი ჯდომის პოზიცია და განახოთ ამ მანქანაზე. აი პირველი რო ჩაჯდებით მანქანაში BMW-ში, BMW-ს აქვს თავისი ჯდომის სტილი. აი ნახეთ უბრალოდ აი ეს არის BMW-ს ჯდომის სტილი. შენ თუ აი ესე დაჯექი ამაში რაღაც და ზემოდან და რაღაც ჯიპივით, ეგ არასო. აი BMW-ში ჯდომის მუღა. არის ეს. აი ესე უნდა იჯდე BMW-ში რა. ესაა BMW. რაც შეეხება ფარც ახლა ფართი აქვს იდეალური, კი ხედავთ გარედანაც რამხელა ავტომობილი არის. იდეალურად ზიხარ შიგნით არ გაწუხებს არაფერი, ხედვაც ძალიან მაგარი აქვს, ყველაფერს აკონტროლებთ. და რავი, დანარჩენი კიდე სალონი მერე დეტალურად გავიაროთ. ეხლა რაც შეეხება უკანაში გახედებთ, უკანა სავარძლებს. ხო, სავარძლებზე ერთი მინდა გითხრათ კიდევ რომ არის კიდევ ემის სავარძლები, მაგრამ ამაზე ჩვეულებრივი სავარძლები აყენია. არ არის ემი, ჩვეულებრივი ნაჭერი არის, არც ტყავი არ არის. ეხლა აი ნახეთ უკანაც განახებთ. მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, აი BMW-ში რო დაჯდები ძღოლის სავარძლის უკან. ხარ აი შეხედეთ ვერ ზიხარ რა, BMW-ში რო ჯდები უკან, არ უნდა დაჯდებ ძღოლის სავარძლის უკან, იმიტომ რომ გითხარით თავისებური ჯდომის სტილი აქვს, აი ეს ძღოლის სავარძელი არის უკან გამოწეული, რაც შეიძლება, იმიტომ რომ წინ ამას ვერ მიწევ, არის უკან გამოწეული და აი ვერ ზიხარ რა კომფორტულად ეხა მოდი სიმართლე ვთქვათ რომ არა აქვს იმ ხელა ფართი როგორც სხვა მანქანას მაგალითად თუნდაც Mercedes უკან უფრო დიდი ფართი აქვს იმიტომ რომ ის გათვლილია უკან ამ ძღოლი უკან გზავრზე დანარჩენი ეხა რა ვიქეთ ამ ხარეს ნორმალურად დაჯდები რა ის კამი არ არის გამოწეული ისე თავს არ უსვავ რავი ნორმალურია რა და ეხა ფართი უკან შედარებით არა აქვს იმ ხელა ეხლა გადავიდეთ უკანაც მინდა განახოთ უკანა ვიზუალიც მინდა განახოთ ამ ავტომობილის აი რამდენადაც წინ არის ეს მანქანა E39 ლამაზი არანაკლებია უკნიდანაც და რას გულისხმობ ეხლა ამაში დააკვირდით ამ ლამაზ ფარებს უკნიდანაც როგორი გამოხედვა აქვს ეს ფარები არის რესტაილინგის ფარები აყენია ჰელას რეპლიკები არის მოდი მე ასე ვიტყოდი ძალიან იდეალურად ზის ჩემ თვალში და მაგრად მომწონს. აი ეს შიტოკიც კიდე ბამპერი უკან ემის ბამპერი აყენია. ემის ბამპერი არის და M5-ს ზოგადად ქონდა, აი 4 გრუშიწელი ქონდა რა, დაბლა, აი მაგენი ქონდა. ამაზე აყენია 2 გრუშიწელი, ესეც ძალიან ლამაზია და ხმაც სხვათა შორის ძალიან მაგარი აქვს. აქვე განახებთ ამის ბაგაჟნიკსაც. საბარგულსაც, აი როგორ ამხელა ფართი აქვს, უბრალოდ შეხედეთ რა, როგორც გითხარით, უზარმაზარი მანქანაა და აი ფართიც ბაგაჟნიკში საკმაოდ
ფართიანია რა, ეგ მოჭველი გექნებათ ნანახია 3 ადამიანი რო ამაში ჩაგდებული და ზის და მოგლედ ფართი აქვს უკან ძალიან მაგარი. ერთი მინდა განახოთ კიდე და ამას BMW-შნიკები გაიგებთ, აი ნახეთ, აი ეს სათავსო. აი ნახეთ. აქ თუ დაგხვდებათ, თავისი კლუჩი იქნება და საბურავის მოსაშვები, всё, ის BMW-შნიკის მანქანა არ არის. ის არის უბრალოდ მოყვარულის მანქანა. ამას მხოლოდ BMW-შნიკები გაიგებთ. всё, სხვა უკან მეტი ახლა რა შეიძლება საბარგულში რო ვილაპარაკოთ, იდეალური საბარგული აქვს. და რავი, საერთო ჯამში ვიზუალურად როგორც კიდევ ერთხელ გამეორდები, ჩემთვის E39 BMW-ებში E34-ის მერე არის ყველაზე მაგარი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე იდეალური მანქანა. ძალიან მომწონს და ძალიან მიყვარს. ეხა 1-2 ოდას ეთქვით, ამის ძრავსაც მინდა შევეხოთ, ჩაგახედოთ ძრავში და მიმოვიხილოთ ძრავის დეტალები. გადავიდეთ ეხა ძრავზე, ვნახოთ რა დევს ამ ავტომობილში. აი ნახეთ კაპოტს როგორც აღებ ამ მანქანაზე ადამიანურად, აი პირველი არის ამორტიზატორები, აი აქედან შემიძლია დავიწყო. ბევრ მანქანას ეს არა აქვს, ბეზოქს აქვს, აი აქედან რკინა უნდა მოიღო და იქ სადღაც უნდა უჩხუკურო და აი დაამაგრო კაპოტი და BMW-ს აი საღოლ ამაში 1+1 ის რო კაპოტი აქვს ამორტიზატორებზე. ეხლა რაც შეეხება ამ ძრავს, აი პიცო 20 ამაზეა 520 2-0 ძრავი არის, ცალვანოსიანი ძრავი არის. M52 ბიოცი ძრავი არის, რომელიც გამოიმუშავებს 150 ცხენის ძალას და 190 ნიუტონ-მეტრს. 6 ცილინდრიანი ძრავი არის, როგორც გითხარით და აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ცალვანოსიანი ძრავი, სხვათა შორის ცალვანოსიანის შემშვებ გამშვებს აგებენ ხოლმე ორვანოსიანზე, რომ ის ჰაერის ხარჯზე მეტი ეკონომიურია და 100 ცალვანოსიანი უფრო ფიცხი ძრავები არის. მოდი მე ასე ვიტყოდი და ძალიან მაგრად ეკეთდება. 2-0-დან ზემოთ 3-0-მდე თითქმის ყველა 6 ცილინდრიანი ძრავი არის. მამალი ძრავი არის, სხვათა შორის ეს ძრავი კარგად დადის, რო ვიარეს, სხვათა შორის აჩქარებაც კარგი ქონდა მომეწონა. დანარჩენს კიდევ გზაზე რო გავიდეთ, კიდევ გადავიღებ და შემოგთავაზებთ მის კადრებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს ძრავები გაგრილება აქვს გიდრომუფტაზე, ქარხნულად ამას, მაგრამ აქ როგორც ხედავთ, გადაკეთებული არის ელექტროგაგრილებაზე არის გადაყვანილი ეს და ჩახსნილი აქვს გიდრომუფტა და ჯობია, რა თქმა უნდა, ელექტროგაგრილებაზე, იმიტომ რომ თავის ძოზე ჩართავს აი პროპელერს და ძალიან მაგარი არის ელექტროგაგრილება. რაც შეეხება ეხა ამას პრობლემებს, ეხა BMW-ს რო თქვა, რომ არა აქვს და რაღაც დაგაბერებს და რაღაც არა, ანუ თავისი პრობლემები, რა თქმა უნდა, გააჩნია. ერთ-ერთი მათგანი არის რულავოიდან აქვს ზეთის დენა. და ზეთის ზდის ხოლმე, რავი, ერთი პრობლემა ეგ აქვს. ამაზე აყენია ეხა გადაცემათა კოლოფი, გეტრაკის გადაცემათა კოლოფი აყენია, ასევე არის ZF და ZHP გადაცემათა კოლოფები, 5-იანი არის, B6-ზე ზადნი აქვს. სხვა რავი ეხა ვისაც გაინტერესებს ამის წვის მაჩვენებელი ქალაქში წვავს 10-დან 11 ლიტრამდე, ხოლო რაც შეეხება ტრასას 7-8 ლიტრა უწერია ტრასაზე. რავი, სხვა ნორმალური ძრავი არის BMW-შნიკისკაში თუ გამართული არის, კარგი ძრავი არის და შედარებით გამძლეც, მოდი მე ასე ვიტყოდი, 2-0 ცალვანოსიანი კარგი ძრავი არის. ხო, მთავარი არ მინდა დაგვაუწყდეს, აი რო გითხარით, ხო, ოპერატორს ახლოს მოვიდეს. всё, აქ უკვე ნათქვამია ყველაფერი. 100 ლიტრიანი უკან თავის ადგილზე არის. კაი, რავი, ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, თავარია მფლობელი როგორ ულის, როგორ ყურადღებას აქცევს და როგორ მდგომარეობაში ყავს ავტომობილი. შენ თუ ძრავში ზეთს წელიწადში ერთხელ ნახულობ, რა თქმა უნდა, ვერ გაგიძლევს. ერთი სიტყვით უნდა ყურადღება, იქ წყლის მილებს უნდა ყურადღება და რავი, თუ გამართული ყავს ავტომობილი, შეძლებს დაგვარად მოგესახურება იდეალურად. დანარჩენი ეხლა გადავიდეთ, გავიაროთ გზაზე, როგორი აჩქარება აქვს. აქვე გეტყვით, რომ ქარხნულად ამას აჩქარება უწერია 10.5 წამი, მაგრამ ვნახოთ როგორ ჩაქარდება ჩვენ ტრასაზე. გავიაროთ და ვნახოთ როგორი სიარული აქვს.
ჩემი ძმა სალონი ყავს. ეხლა რაც შეეხება სალონის მიმოვიხილოთ ძირფესვიანად. პირველი, როგორც ყოველთვის დავიწყებ ჯდომის პოზიციით, აი BMW-ში რო ზიხარ, ისე არ ზიხარ სხვა მანქანაში. ამას აქვს თავისი ჯდომის პოზიცია, ანუ ჩაწოლილი ხარ რა შიგნით, აი იმენა წევხარ რა მანქანაში. კი არ ზიხარ, იმენა წევხარ. სტანდარტულად როგორც ვაკეთებთ ხოლმე, გავყვეთ, ტორპედოთი დავიწყოთ, მოდი. აი წინა ვიდეოშიც მაქვს ნათქვამი, ჩვენ როცა E46-ის ტესტ-დრაივი გავაკეთეთ, BMW არის ერთადერთი ავტომობილი, რომლის სალონიც, ტორპედოც არის უშუალოდ ძღოლზე გათვლილი და გითხარით მაშინაც რომ გულისხმობ აი ამას დააკვირდით აი ეს მაჩვენებლები ყველაფერი, აი როგორ არის ძღოლისკენ ოდნავ შემოვრუნებული და ამას ვიძახი ზუსტად. ტორპედო არის იდეალური მდგომარეობაში, რბილი რეზინოვანი მასალა არის აქაც გამოყენებული და 96 წლიანი არის ეს მანქანა, როგორც გითხარით და აი ნახეთ როგორი შენახულია და როგორი მოვლილია ტორპედო. რაც შეეხება ტორპედოს ვიზუალს, მე პირადად ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი არის. დავიწყოთ ახლა შუაში გვიყენია მონიტორი, ეს გეტყვით აქვე რომ ქამის ქარხნული მონიტორი არ არის, ფლობელსა აქვს უბრალოდ ჩატენებული და შეცვლილი, 96-იანი არის ეს მანქანა და 96-იანებს აქ მონიტორი არ აქვს. აქვე გეტყვით იმასაც რომ ეგზეკუტის მერი არის გამოსული ეს მანქანა E39 და 96-იანში აი ქარხნულად ამას გადმოტანილი აქვს აი ეს ეგზეკუტის მაჩვენებლები, აი დააკვირდით ამას გეუბნებით, აი ფეჩის ღილაკები, მისი მარეგულირება და ასე შემდეგ, აი ესენი აქვს ეგზეკუტს და აქეთაა განმოტანილი და უკვე 96-ით უკვე 18-დან თუ არ ვცდები, უკვე ღილაკებზე არის იქ რა მაჩვენებლები გაკეთებული და ღილაკებით შეგიძლია მართო. რავი, ტორპედო ერთი სიტყვით არის კარგი ვიზუალიც აქვს და მაგრად მომწონს, აი ეს კანტები განსაკუთრებით ძალიან მაგრად უხდება და ლამაზია. სიარულს რაც შეეხება, კი გითხარით, დაყენებული აქვს, გამოწეულია საუბურავი და ფლიანიცები აქვს დაყენებული და აი მოსახვევში შესვლის დროსაც საერთოდ ვერ გებულობ ამ მანქანაში ზიხარ თუ არ ზიხარ, აი ძალიან დასტოინად დგას და ძალიან მაგრად დგას გზაზე, ბილათაც მაგრად დადის და რავი, სიარული აქვს იდეალური. აქვე გვაქვს კიდევ პატარა სათავსო, აი ყავის დასადები, რამე გინდა დადებ, ანუ პრობლემა არ არის. აქ ჩვეულებრივად პატარა მცირე ხურდის ჩასაყრელი გვაქვს, აქ ავარიულის მაჩვენებელი გვაქვს და აქ კარების ჩამკეთ გამღები გვაქვს. როგორც ხედავთ ეს მანქანა და როგორც გითხარით არის მექანიკა და აყენია გეტრაგის გადაცემათა კოლოფი, კარგი გადაცემათა კოლოფია. და რავი, ტორპედო არის იდეალური რა, ძალიან მაგარი ტორპედო აქვს. გადავიდეთ ახლა საჭეზეც, საჭე აყენია ქარხნული, არ არის სტაილინგის საჭე არის. და რავი, ნორმალურია, კარგია ხელში და ძალიან მაგრად ზის, ზომაც იდეალური აქვს. და მულტისაჭი არ არის, მაგრამ რაც არის, კარგია და მომწონს. ისე შეიძლება M-ის საჭე რო დააყენო, უფრო მაგარი არის, ამაზე ბევრად ლამაზი არის და ძალიან მაგარი საჭია M-ის საჭე. მაჩვენებელთა დაფაც ქარხნული უყენია. და რავი, საერთოდ ჯამში მაჩვენებელთა დაფაც ნორმალური არის რა, კარგი არის, მე პირადად მომწონს ეს მანქანა, როგორც სალონიც, ისე გარედანაც, როგორც აღვნიშნე. სავარძლები, როგორც გითხარით, ნაჭრი სავარძლები აყენია და არ არის სტაილინგის სავარძლები არის, ანუ ნაჭრებია ჩვეულებრივი და არც M-ის არ არის. საერთოდ ჯამში, რავი, ნორმალური სავარძლები არის, ჯდომის დროს არ მაწუხებს და კომფორტულადაც ვზივარ. აქვე დიდი ბარი გვაქვს შუაში, აი ხელის დასადები. და ფართი და ეს ყველაფერი ერთმანეთთან კომბინირებული არის და ძალიან მაგრად არის გათვლილი რა. ჭერს რაც შეეხება შავი-შავში არის ეს მანქანა, როგორც გარედან, ისე შიგნიდანაც და ეს სტოიკებიც დაშავებული აქვს და რა თქმა უნდა უხდება შავი-შავში და მე პირადად ძალიან მომწონს, კარგი არის. და კიდევ ახლა რა არის E39-ის ერთ-ერთი პრობლემა კიდე რა შეიძლება E39-ის ერთ-ერთი პრობლემა არის აი ეს კარების რუჭკები რა, რავი ქართულად რა ქვია, გამოსაღები რა, სახელური. აი ეგ უფუჭდება ხოლმე რა, მით უმეტეს ყინვის დროს თუ მოყინული არის, რომ გამოწევ შეიძლება შეგჩენს ხელში. აი ეგ აქვს კიდე ერთი მინუსი ამ მანქანას, რომ უფუჭდება კარების სახელურები რა. სხვა ეხა სიარულით იდეალურად დადის, ძალიან მაგრად დადის, როგორც გითხარით, რბილათაც დადის, პერედოქიც იდეალურ მდგომარეობაში არის. რავი, დანარჩენი ახლა გავიაროთ, შევხედოთ როგორი აჩქარება აქვს, როგორი ძრავია 2-დან 0 და საერთო ჯამში რას იზამს.
ჩვენი დღევანდელი ტესტ-დრაივი დასასრულს მიუახლოვდა, როგორც ხედავთ, ჩვენ გავაკეთეთ BMW E39 მეხუთე სერიის ტესტ-დრაივი, მანქანა, რომელიც ყოველთვის იქნება ჩემთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე გასაგებია, ჩემი ძმა, ჩემი ძმა, ტესტ-დრაივი ვაკეთებ, ხო ხედავ ადამიანის ძმა. რა ხდება? რა ხდება? რა? თელი გარი მოგზო.